მოგესალმებით ყველას, თქვენ უყურებთ Geostalks. Ეხლა ჩვენ ვიმყოფებით სომხეთში, სოფელ გეღარდში, სადღაც 1922 მეტრზე. აქედან ჩვენ ვაპირებთ ავიდეთ აჟდაჰაკის ტბაზე, რომელიც მდებარეობს 3600 მეტრზე თითქმის, თუმცა ეგ არის კრატერის უმაღლესი წერტილი, თვითონ ტბა შეიძლება იყოს 3400-ზე. წარმოედგინეთ, დიდი უზარმაზარი ვულკანი და მის კრატერში არის ძალიან ლამაზი ტბა და იმედია ამ სიცხეში არ არის დამშრალი. აქედან ესე იგი იმ ადგილამდე, საიდან საფეხმავლო ბილიკი იწყება, მანქანით უნდა გავიაროთ დაახლოებით 15 კილომეტრი და მერე ფეხით დაახლოებით 5.5-6 კილომეტრი და გვექნება სულ რაღაც 600 მეტრის სიმაღლის აწევა. უბრალოდ გზა არავინ არ ვიცით და რაღაც ვარაუდებით და GPS-ებით მოკლედ უნდა მივაღწიოთ იქაურობას. საკმაოდ ცხელა, კარგი ამინდი არის და იმედია დღის ბოლომდე არ გაფუჭდება, თუმცა არც მაგის გვეშინია. კარგზე რა გითხრა რა და ცხელა ნამდვილად ძალიან. ჩვენ დღევანდელი ვიდეოს გენერალური სპონსორი არის მაღაზია სალაშქრო კუთხე. გაზოთ პირამე. თუ გინდათ კარგი ხარისხიანი აღჭურვილობა, მიმართეთ ამ კარგ კაცს და ჩვენ დავიძარით. მოკლედ აი ესეთი off-road-ი არის აქ. თან საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრი გზა მიდის და ვიძერ ტრეკს, რომ სამომავლოდ თქვენს გამოგადგეთ და ვიდეოს აღწერილობაში იქნება ლინკი ამ ტრეკის და თან თუ რამე მოხდება და მოbrunება მოგვიწია, უბრალოდ ვიდან უკანა გზაზე რო წამოვალთ, უკვე რაღაც ნამდვილად გამოვლილ გზას გავივლით და არ მოგვიწევს მერე რაღაცების ძებნა. საკმაოდ ქვიანი ზედაპირი არის და მაინც ფრთხილად იყავით, რომ სადმე საბურავი არ დაჭრათ ან რამე ეგეთი. წყლის ნასახი არ არის არსად, შესაბამისად წამოიღეთ წყალი, მაინც მანქანით მიდიხართ. მოკლედ მივედით მთის ძირამდე, უშუალოდ აჟდაჰაკის ვულკანამდე, აი ესეთი მთა არის. ეხლა ვართ 3323 მეტრზე. აფილო არავის არ გინდათ? დაწერეთ კომენტარებში, ვის გინდათ სტაფილო გზას რაც შეეხება, მოკლედ გჭირდებათ მაღალი გამავლობის მანქანა, რამე რამიანი და ძლიერი ძრავით. ძალიან ბევრი ლოდი იყრია გზაზე და მაინც ათადარიგო საბურავი იქონიეთ, რამე რომ მოხდეს. გზად მწყემსებით ხვდებიან და შესაბამისად გზად შეგიძლიათ კითხოთ. ტრეკი ჩავწერე და იქნება ვიდეოს აღწერილობაში. და მოკლედ დავიძარით. აქედან ახლა ტრეკი მიჩვენებს კილომეტრ-ნახევარს ტბამდე, რაც კარგია და პრინციპში რეალისტურია კიდევაც. ამასობაში დიდი ღრუბელი მოდის, რაც ერთის მხრივ კაია, იმიტომ რომ არ დაცხება ისე ძალიან. მეორე მხრივ შეიძლება ცუდი იყოს იმ მხრივ რომ იწვიმოს და ვინაიდან ვიქნებით აქაურობის უმაღლეს წერტილზე, არის იმის ალბათობა რომ მეხი ჩამოვარდე ზუსტად მან სადმე. ამიტომაც ვფიქრობ რომ მალე ავიდეთ, ჩავიდეთ და ეგ იქნება. და ესეთი ხედები იშლება, ცოტა უწიეთ სიმაღლე. საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურება ეს წითელი ქვა ვულკანური. სადღაც იქით არის სევანი. უბრალოდ აქამდე ფეხით მისვლა მაგარი მურდალია.
ეხლა აქ წესით შუაში უნდა გამოჩნდეს ტბა. დაიგიც. აჟდაჰაკის ტბა. და წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი არის დიდი ვულკანის კრატერი. ულამაზესია ხალხო. არაჩვეულებრივი ადგილია. ეხლა ვაფრენ დრონს და უბრალოდ ცოტა კარიერო ჩადგება, ვაფრენ დრონს და გადავიღებთ თელ ამ სილამაზე ზემოდან. და სანამ ამინდი გაფუჭდა, ავალ ეხლა აქ ზემოთ გადავიღებ რამდენიმე ფოტოს, თუ არ დამეზარება წრესაც შემოურტყა აქაურობას და დავიძრებით უკვე ქვემოთ. ამოვედით ეხლა აქაურობის უმაღლეს წერტილზე, აი ძალიან მაგარი ხედები არის უბრალოდ. მე და ანი მაქვს პატარა ფოტოსესია მოვაწყეთ და ეხლა უცებ შემოვიდგენ პატარა წრეს გავაკეთებ, რომ თლათ ყველაფერი ვნახო, აგერ ბექა ქვემოთ დაბოდიალობს ტბასთან. მოკლედ რა ვიცი, ნამდვილად ღირს აქ ჩამოსვლა. საქართველოში მსგავსი რამე არ მინახია და არც ვიცი რო იყოს. რავი, აუცილებლად სანახავი ადგილია მოკლედ სომხეთში. სასწაული ფერი აქვს ამ ტბას, ხალხო ვერ დაიჯერებთ, ზურმუხტის ფერი, momწვანო ფირუზი რაღაცნაირად, აი თვალს ვერ მოაშორებს. თან ეს ყველაფერი ხდება ვულკანის კრატერში, სადღაც აი ძალიან სიმაღლეზე. ძალიან სიგიჟე ხედები იშლება აქედან. აი ძალიან სილამაზე არის. მივედით ეხლა ტბასთან, საკმაოდ დიდი ტბა არის, მინდა გითხრათ. და აი კრიალა სუფთა წყალი არის. სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდა წყლის დალევა აქედან, ფეხის დასველებაც, მაგრამ ძალიან დროში ვიწელებით უკვე და მაქსიმუმ წყალს თუ დავლევ და წამოვალ. კაი გემოა. მართლა? კი. მაიც აბა მეც დავლევ. ესე სხვა რაკურსი ტბის. აქედან ჩვენ მოვედით საკმაოდ გრძელი გზაგველის უკან. სომხეთის ცენტრალური ნაწილი დაახლოებით აი ესეთი რელიეფის მქონე არის. ხოლო ეს ტბა ნამდვილად გამორჩეული არის და არ დაიზაროთ მართლა წამოდით. აი იქაც ზემოთ სამი კაცია ამოსული, ნეტავი ადგილობრივები თუ ტურისტები. ამასობაში ჩვენ ვიწყებთ დაშვებას უკვე აგრილდა საკმაოდ თან ჩვენ აქედან სევანზე უნდა წავიდეთ და საკმაოდ გრძელი გზა გველოდება წინ. გილოცავთ ბატონებო და ქალბატონებო. გილოცავ ჩვენ ეს შევძელით. დავიძარით ეხლა გეღარჩი. წარმატებით დავასრულეთ აჟდაჰაკის ლაშქრობა. კაი არის, ნამდვილად ლამაზი არის, უცხო არის. მეორე ესეთი ტბა მე არსად არ მეგულება მართლა ახლოში, ნუ საქართველოში ხომ მით უმეტეს. თუ დააპირებთ წამოსვლას სომხეთში ჩასვლისას, თუ არ ყავთ მაღალი გამავლობის მანქანა,
შეგიძლიათ ახვიდეთ გეღარდში, ვინმე მონახოთ, იპოვოთ, იქირავოთ, მოკნეთ მაღალი გამალობის მანქანა, ან როგორც საქართველოში ვაკეთებთ ხოლმე ტობაზე და იმაზე ოქროწყლებზე. არა, მათ კამაზი გინდა. მოკნეთ ვინმე კამაზიანი ან ჯიპიანი გჭირდება, რომ 18 კილომეტრი მაქვს უდაბნოში გაგიყვანონ, იმიტომ რომ აი ფეხით ჩათვალეთ, აი ძალიან უბედურ გარემოში გიწევთ სიარული, სადაც არც წყალი არ არის, არც არაფერი არ არის. ალაგ-ალაგ მწყემსები არიან და მეცხვარე ძაღლები გამოგიხდებიან ხოლმე. ცოტა ისეთი არაფრენდლი გარემო არის. მანქანით მივედით მაქსიმალურად ახლოს, საიდანაც კილომეტრი ნახევარი დაგჭირდა იმისათვის, რომ ამ ვულკანის კრატერთან ასულიყავით და ამინჩიც გაგვიმართლა, მოკლედ ყველაფერი არის ძალიან მაგარი. შეგახსენებთ, ვიდეოს სპონსორი არის სალაშქრო კუთხე. ხოლო თქვენ თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, დასვით ლაიკი, გააზიარეთ მეგობრებში და მომავალ შეხვედრამდე. მე ვეთანხმები წარმოთქმულს. ანუ კაი იყო რა ლაშქრობა და ეს დავამატებდი რომ თუ დაიწყებთ შეიძლება სევანზე გადასვლა მე არის ტრეკები აქედან და პირდაპირ ახვალ ამ ვულკანურ მხარეზე უკან არ მოტრიალდები და გადაიქცევ მე სევანის მხარეს ჩახვალ. განჩენი ცოტა ცხელა, მაგრამ კაია. რა თუნდა ამდენი ლაპარაკი, გადი. გამოიწერეთ არხი და დააფოლოვეთ რა. ეს არის სომხური, ისა რა ქვია, სიცილია ამასობაში ფონზე. ძალიან ლამაზი ხედები არის. პროვანსი.